NQ-ზე მოგებული ტრეიდის ანალიზი, სადაც დაახლოებით $800-მდე გავაკეთეთ ამ ტრეიდში და მიმოვიხილავთ თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რა იყო ამ ტრეიდის გახსნის მიზეზი და ასევე გოლზეც გადავალთ, გოლზეც კაი ვარიანტი იყო და იმასაც მიმოვიხილავთ. უცებ რომ დავიწყოთ, აქ პირველ რიგში გქონდა მაგალითად აქ ჩამოვედით liquidity sweep-ი ქონდა, სტრუქტურა შევცვალეთ, წამოვედით, ისევ გავაკეთეთ liquidity sweep-ი ამის ერთ დღიანზე განვიხილავთ. წავედით, აი ეს ვერ გავარღვიეთ, ეს სტრუქტურა ვერ შევცვალეთ, წამოვედით და შევავსეთ 1 საათიან დიმენდი. და ამის შემდეგ უკვე აი ამის გარღვევა მოხდა, ამის სტრუქტურის შეცვლა მოხდა აი ამ ძლიერი სანთლით და როცა წამოვედით და აი ეს ერთ ვნახოთ double time frame-ზე უკვე აი ამის liquidity sweep-იც გავაკეთეთ და აი ეს 1 საათიანი დიმენდი შევავსეთ. და სავარაუდოდ 4 საათიანი დიმენდიც. აი 4 საათიანი დიმენდი შევავსეთ და დიდი ალბათობით აქედან იყო გამოწვეული, აი უმეტესად რატომაც აქ ბულიში ვიყავი. და შემდეგ რა მოხდა? გვაქვს აღმავალი ტრენდი და აი აქ სადღაც გაიხსნა მარკეტი, მოდი 5 წუთიანზე ვნახოთ. აი აქედან დავიწყეთ მარკეტის ყურება და ველოდებოდით რაიმე 5 წუთიანი დიმენდის შევსებას, რომ მე დადასტურება გქონოდა. აქ ამის liquidity sweep-ი გააკეთა, რასაც ველოდებოდით და გვინდოდა კიდეც. შეავსო აი ეს დიმენდი 5 წუთიანზე და ეხლა რა ხდება? მოკლედ ეს დიმენდი შეავსო და რას ველოდებოდით ეხლა უკვე 1 წუთიანზე. აქ წავედით 1 წუთიანზე მაღლა და ჩვენი სტრატეგიის მიხედვით დადასტურება აქ არ მოგცა ისეთი, რომ ჩვენი entry მოდელის მიხედვით გაგვიხსნა. წავედით მაღლა, წამოვედით, ამის liquidity sweep-ი გავაკეთეთ და აი აქ უკვე მოგცა დადასტურება. ამ დადასტურების შემდეგ დაახლოებით აი აქედან გავხსენით, ძლიერი აღმავლობა იყო, ძლიერი იმპულსი და სტოპი დავაყენით აი ამის ოდნავ დაბლა, take profit-ი high-ზე და ძალიან მალე, ალბათ 15 წუთშივე გავაკეთეთ აი ეს მოგება. ამ ტრეიდის ლაივში ვაჭრობის ანალიზის დავდე თუ როგორ მოხდა ზუსტად ყველაფერი მარკეტზე. დავაკეთეთ დაახლოებით $200 და აი ეს ტრეიდი იყო. ასევე დახურულ ჯგუფში შემოსვლა, ვისაც გინდათ Instagram-ზე მომწერეთ, სადაც ლინკი იქნება აღწერაში და თან ბოლო დღე არის დღეს, როცა საახალწლო ფასდაკლება არის 60%-იანი და შეგიძლიათ გაწევრიანეთ და თუ ამ საახალწლო ფასდაკლებით გაწევრიანებით, მერე მომავალშიც სულ ეგ ფასი გაგყურებათ, ასე რომ კაი იქნება თუ ეხა იზავთ თუ არა და მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში. ასევე გოლდის ტრეიდის განხილვაც შეგვიძლია დღეს, რომელიც ასევე კარგად მიდიოდა, უბრალოდ ერთი და იგივე პერიოდში მოხდა, როგორც წინაზე იყო და აი აქაც გავაკეთე, საიდან შემეძლო გახსნა, მაგრამ არ ვიყავი მარკეტის სამწუხაროდ და NQ-ს უყურებდი და ორივეზეც კი შეიძლება გახსნა, მაგრამ ორივეზე ერთად ვერ მიმართე ყურადღება, ამიტომ ერთზე გავხსენი და უკეთესიც იყო იქ რო გავხსენი, იქ უფრო კარგი რისკ თუ რევარდი დავიჭირე. იქ იყო დაახლოებით 5-თან 4.5 და აქ 3-თან იყო არც. აქაც იგივე მიზეზები იყო. წინაზე ანალიზი გავაკეთეთ, რატომ მიდის აღმავლობაში წავიდა, აქ მაღალ time frame-ზე აღარ გავდავალ და liquidity sweep-ის სტრუქტურის შეცვლა რეები იყო მაღალ time frame-ზე დადასტურება მაგებს აღარ განვიხილავ. ჯერ ერთი აქ პირველ რიგში ექონდა დადასტურება, რომ აი ამის break-up ჩარაქტერი ქონდა აი აქ. სტრუქტურის შეცვლა ქონდა და შემდეგ უკვე double time frame-ზე ველოდებოდით რაიმე დადასტურებას. რა დადასტურებაც მოგცა, იგი იყო ის, რომ წავედით აქ და აი ეს აქ 5 წუთიანი დიმენდი ქონდა და კარგად გაჩერდა მოკლედ კონსოლიდაციაში. აი აქ სულ კონსოლიდაცია ქონდა და სადმე კი ველოდებოდი liquidity sweep-ს, მაგრამ აქაც კარგი დადასტურება მოგცა, ბოლომდე ვერ ავიდა. ჩამოვიდა ამის liquidity sweep-ი გააკეთა, ვინც აქედან შევიდა ტრეიდში და აი ამ liquidity sweep-ის გამო უკვე აი აქედან განვიხილავდი იმას, რომ ტრეიდი გამეხსნა სიტყვაზე. რო ყოფილიყავი მარკეტზე, აქ მაგალითად თუ გავხსნით ტრეიდს
სტოპს აქ დავაყენებდი და მაინც არ ჩამოვიდოდა ბოლომდე, მაგრამ დიდი ალბათობით აქ არ იქნებოდა დადასტურება და უფრო მეტად აქ იქნებოდა დადასტურება. აქ თუ გავხსნით trades, მით უმეტეს უფრო კარგი დადასტურება იქნებოდა, იმიტომ რომ ეს გატესტა და ზევით წავიდა და აქ აპირებდა ასვლას. აქ გავხსნით trades და take profit იქნებოდა აი ამ high-ზე, სადაც ძალიან ბევრჯერ 1-3 ჩამოვიდა ჩვენ გახსნის პოზიციამდე და ბევრი იბუქსავა, ასე რომ ვთქვათ, და აქაც კარგი ტრეიდის გახსნა შეიძლებოდა. მოკლედ ეს იყო დღევანდელი ტრეიდის ანალიზი და თუ დახურულ ჯგუფში გინდა შემოსვლა, მაშინ მომწერე Instagram-ზე, რომელიც ლინკიც იქნება აღწერაში, ან შეიძლება პირდაპირ დახურული ჯგუფის ლინკიც იდოს და Instagram-ზეც გვაქვს ლინკებში მითითებული და ბიოში გვაქვს მითითებული ლინკი და უფრო კარგი იქნება თუ იქიდან გაწევრიანდები პირდაპირ.